მოგესალმებით ბავშვებო. მე ვარ ნინო მარგველაშვილი. დღეს არის 46-ე დღე წიგნის კითხვის და ჩემთან ერთად არის ჩემი შვილიკო მიხა. ხოდა წაგიკითხავთ და მიხაც აქ იქნება. მიხარია. დღეს უნდა ვიმოგზაუროთ არქტიკაზე. ხო არის დედამიწა, რომლის სამხრეთ პოლუსზეც არის ანტარქტიკა და ზემოთ არის არქტიკა. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე და მისი მოკლედ მთელი მხარე. და დღეს აქ ვიმოგზაურებთ. წიგნის სათაური არის მიხოს მოვეფარები. წიგნის სათაური არის არქტიკული თეთრი ფერი. წიგნის ავტორი არის დანა სმითი, ხოლო ილუსტრაციები ეკუთვნის ლი უაიტს. ავტორი წიგნს უძღვნის ბოსტონს და ოლივიას, ხოლო ემერსონს უძღვნის ჩვენი ილუსტრატორი. ახლა შევიან თოვს ჭამენ. როდესაც არქტიკაზე ცხოვრობ ზამთარში, ყველაფერი თეთრი ფერის ტონშია. ნახოთ, რას გულისხმობს. ლურჯ თეთრი, ტუნდრა, ყვითელ თეთრი, პოლარული დათვი, ვერცხლისფერ თეთრი, ყარსაღი, არქტიკული მელა. თითქოს ხო თეთრია თურმე ყველაფერი, მაგრამ მაინც პატარა სხვაობები არის. ზოგჯერ, როდესაც ვარსკვლავებს ჩაუთქვამ ფერებს, უფრო მეტ ფერს, მხოლოდ ნაცრისფერს იღებ. და ნაცრისფერიც ისევ არის თეთრი ფერის ტონი. აქ ზამთრის დღეები ისეთივე ბნელია, როგორც ღამე. რაც დრო გადის, შენ კიდევ უფრო მეტად გიკვირს და ფიქრობ. სად წავიდა ყველაფერი? თუ ქარმა წაიღო ეს ფერებიო. ყოველ დღე შენ იმედი გაქვს, რომ მეტ ფერს დაინახავ. ბაბუა ჩემი ამბობს, რომ იმედი ოქროსფერია. მისი დანახვა მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როდესაც თეთრ პოლარულ ბუს თვალებში ჩახედავ. ხო, შენ გინდა რომ შეხედო კარგად. It's okay? ყოველ დღე ელოდები უფრო მეტ ფერს. ელოდები ამ თეთრ ფერში. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ტანსაცმელი სხვა ფერია, ბუნებას აკვირდება, ხო, ეს გოგო და გვიყვება. მაგრამ შემდეგ ერთ ღამესაც რაღაცა გუგუნის ხმა გესმის ჰაერში. ბაბუ იღიმის. და შენ ფიქრობ, რომ ალბათ რაღაცა საიდუმლოს მალავსო. კარგად ჩაიფუთნები და ბაბუს გარეთ გაყვები. როდესაც არქტიკაზე ცხოვრობ, სიცივე ყოველთვის იპოვის გზას, როგორ შემოაღწიოს შენს სხეულში ყველაზე თბილი ტყავის მოსაცმელშიც კიო, ხო? პარკა, ესეთი ტყავის ქურთუკები, კაპიშონიანი. იქაც კი, მიუხედავად იმისა, რომ თბილია, მაინც ისეცივა, იქ რომ საიდანღაც შეგიღიტინებს და გწივა. შენი ბაბუის ლამპარი ძალიან
ნათლად გიზგიზებს. ერთად მიდიხართ გზაზე, მოგზაურობაში, სადაც ნელა-ნელა გზად მეგობრებსაც იმატებ. მეგობრებს, რომლებიც ასევე ფერის იმედი აქვთ, ფერს ელოდებიან. ნელი მძიმე ნაბიჯებით გადაივლი ტუნდრას, ჩაული ყინულოვან ზღვას და მძინარე სელაპებს, თითოეულ ფეხის ანაბეჭდებსაც კი, ნაკვალევსაც კი, ეს ნაკვალევიც კი თეთრი არის არქტიკაზეო. აცოცდები თოვლიან მთაზე და იპოვი კარგ ადგილს, მშვენიერ ადგილს. ადგილი, სადაც ბაბუ ამბობს, რომ ყველაზე ახლოს ხარ საიდუმლოსთანო. აი, ჯდები და ელოდები. დღეს ღამე შენ სიბნელეს კარს უღებ. იმიტომ რომ შენ გჭირდება სიბნელე, რომ დაინახო ჩრდილოეთის ნათება, ჩრდილოეთის ციალი, ისფერი ბრუნავს, მწვანე ბზინავს, ლურჯი დაბლა ეშვება, წითელი ფეთქავს, როგორც შენი გულისცემა. უყურებ ამ ფერებს, როგორც ცეკვავენ ცაზე და შენ გავიწყდება ყველაფერი სიცივის შესახებ. იმდენად გამაოგნებელი და ულამაზესი სანახაობა და ყველაზე მეტად რას ნატრობდა, ხო რომ თეთრია, ყველაფერი სად არის ფერები და უცბად ხედავს ეს ფერები როგორც ცეკვავენ ცაზე. რამხელა ის არის როგორ და ამიტომ რო გციო და გავიწყდება, როგორც ამჩნევს შენი სხეული და გონება. ფერები ანათებენ ღამეს და საკმარისად ნათელია იმისთვის, რომ დაინახო შენი ბაბუკოს სახეზე ხაზები და ნაოჭები და თვალებში ციმციმი. სამივეს როგორ უხარია. რამხელა სიხარული. ძალიან მალე ფერები ნელ-ნელა ფერმკრთალდება. შენ აგრძელებ ცის ცქერას, მანამ სანამ ისეთივე ბნელი არ გახდება, როგორც მანამდე იყო. ნელა-ნელა ჩამოდიხარ ისევ თოვლიან მთაზე, ჩაული ყინულიან ზღვას და მძინარე სელაპებს. სახლში რომ დაბრუნდები, ფერებს იხსენებ. ისფერი ბზრიალებს, მწვანე ბზინავს, ლურჯი დაბლა ეშვება, წითელი ფეთქავს. საოცარი მოგონება დარჩათ. არა. როდესაც შენ არქტიკაზე ცხოვრობ ზამთარში, ყველაფერი თეთრი ფერის ტონშია. მაგრამ შიგნით არის იმედი. ეს იყო და ეს მიხო დაგტყვა, ვერ დაგვემშვიდობა. იმიტომ რომ ვერ ვაყურებინებდი თან ილუსტრაციებს. ალბათ გაუჭირდა მოკლედ აქ ჯდომა. მაგრამ შევხვდებით ხვალ, გისურვებთ ტკბილ ძილს, შვიდ ძილს, ლამას იზმრებს, იქნებ არქტიკაზეც
გადაგიყვანოთ თქვენმა სიზმარმა და ჩრდილოეთის ნათება და ციალი ნახოთ. გემშვიდობებით და შევხვდებით